გამორჩეული იყო იმით, რომ პროტესტმა მიიღო სრულიად ახალი ფორმები, სრულიად ახალი სახე. ამ პროტესტმა მარტო საღამოს საათები და მარტო რუსთაველი კი არა, მოიცვა უამრავი ქუჩა იყო, უამრავი მსვლელობა, ყოველდღიურად ხდება ეს დღის ყველა მონაკვეთში, განრიგებიც კი ისეთია, რომ საათი არ რჩება, რომ რაღაც არ ხდებოდეს და პროფესიული ჯგუფები, სხვადასხვა ნიშნით ადამიანები გამოდიან, მაგრამ მთავარი ნიშანი არის ის, რომ ამ ხალხს ყველას აერთიანებს ევროპული ისტორიული არჩევანის ერთგულება. აი რით პასუხობს რეჟიმი მათ, ესეც მნიშვნელოვანია, რეჟიმი, რომელმაც ვთქვათ, რომ გუშინ ესეთი მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა, ტაქტიკური თუ არ ვიცი რა დავარქვა, ყოველ შემთხვევაში პროტესტმა აი მე-17 დღე, მე-16 დღე იყო ხო დღეს, მე-17 დღეა. პროტესტი მივიდა იმ წერტილში, როდესაც აი ამ 17 დღის განმავლობაში პირველად ხელისუფლებას მოუწია დანებება თავისსავე დაგეგმილ საკითხში. ეს იყო ნაძვის ხის თემა, იქამდე მიიყვანა ხელისუფლებამ, იქამდე გამოჩნდა მისი დელეგიტიმიზაცია, რომ უბრალოდ ნაძვის ხე ვერ აანთო. იმიტომ რომ თავის მომხრეებს, პარტ აქტივს დაუძახა და უთხრა, რომ ბავშვები მოიყვანეთო იქო, ბავშვები მოიყვანეთო რუსთაველზეო. ოღონდ ბავშვები ჩვენ იქ ვერ ვნახეთ. იმიტომ რომ გარემო, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, იქ ნამდვილად არ იყო ბავშვებისთვის ეს გარემო. მოიყვანა პარტ აქტივი, რომელიც დაშლა მოუწია შემდეგ თავადვე. იმიტომ რომ არა აქვს ლეგიტიმაცია და ეს ყველაფერში ჩანს. აი ნაძვის ხის ამბავში რომ გამოჩნდება, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ გექნება ქვეყნის გარეთ და მთელ ქვეყანაში ეს ლეგიტიმაცია ვერავითარ შემთხვევაში. მაგრამ მოქმედებს ძალიან ვერაგულად, ახლა ცდილობს რომ მაგალითად კანონმდებლობა იმგვარად შეცვალოს, რომ ადამიანებს პირდაპირ საჯაროდ ემუქრებოდნენ, როდესაც ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ სამსახურებიდან გაგყრით, აი მაგალითად კალაძე პირდაპირ ამბობდა ამას, ეს ყველაფერი გადმოდის ახლა საკანონმდებლო დონეზე. მაგალითად ზუსტ დასახელებებს არ მოიყვანა ახლა ამ კანონების, მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, აი მაგალითად პოლიციის საბაბრაჭოები გვეყოლება კი და დეტალურად გავივლით, ანუ პოლიციის ნაწილში რასაც ცვლიან, რას ეუბნებიან, ხო, რომ აი მივიღებ პირდაპირ ვისაც მინდა და ვისაც მინდა იმას გავუშვებ. აქ არის მაგალითად საჯარო მოხელეების კანონი, რომელზეც გავამახვილებთ ყურადღებას და იქ ისეთი კრიტერიუმები ჩადეს და ისეთი კრიტერიუმები ამოიღეს, სრულიად დაუცველი ხდება საჯარო მოხელე. მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის ნაწილში და ასე შემდეგ და ამას რესპონდენტებთან გავარკვევთ, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტია, ჩვენ რამე არაზუსტად რო არ ვთქვათ, ჯობია რომ სპეციალისტებმა ეს კარგად აგვიხსნან. ასევე პრევენციული დაკავების, ასე ვთქვათ, მუხლების შემოაქვთ. ხო და კიდევ რა მშობლების დაჯარიმება შვილის და ხო ანუ ესეც ხო გასაგებია რატომაც კეთდება და ამ შემდეგ და საგარეო ფაქტორებზეც ვიტყვი 2-20 სიტყვას, ეს ეხება სანქციებს, აი უკვე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები პრემიერ-მინისტრების დონეზე, მინისტრების დონეზე ასანქცირებენ, ანუ გარეთაც სრული დელეგიტიმაცია აქვს, არაღიარების ნაწილი ისევ ძალიან მყარია, აღიარება არა აქვს ამ ხელისუფლებას და ხო, ნუ ხალხ რეპრესიებს რომ მიმართავს, ხალხს იჭერს, აი ეს იყო მთელი ეს კვირა და ეს ალბათ გაგრძელდება მომდევნო კვირასაც და საინტერესოა რომ შესაძლოა მომდევნო კვირას რომელიმე დღეს მაკრონმა კვლავ დარეკოს ივანიშვილთან. შესაძლოა ეს მოლოდინი არსებობს, იმიტომ რომ იმ ერთ საათიანი საუბრის შემდეგ ითქვა, რომ დარეკავდა აუცილებლად. არ ვიცი ახლა ეს რომელ დღეს იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ მაკრონი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა ახლა საქართველოს საკითხში.